გძახარ? დღეს გვაქვს მეორე დღე, კითხვის საათის, ჟიურის წარმომადგენლები არიან ტასო, გვარი სახელი გითხარი? ტასო გოგლიძე. ნინო ხოხობაშვილი, საბა კალანდაძე. საუბრობთ ხმამაღლა, რომ ვიდეოში კარგად ისმოდეს ხმა. გეხებათ წამკითხველებს და აქ გამოგზავნებით, აქედან ამაგედასთან დასხდებით, გამომსვლელები და წაიკითხავთ აქედან. შემდეგ ნომრებს ამოიღებს ვინ? ვინ ამოიღებს ნომრებს? მაშო ხმამაღლა გითხარი? კარგი. დავიწყოთ? გძახართ? კარგი. ტექსტი ამჯერად იგივე გვაქვს. ანუ ვაგრძელებთ კითხვას, ვინც არ ყოფილა. ზოგ შეიძლება მეორედაც მოუწიოთ და ნახოთ იქნებ დღეს უფრო კარგი ფულა გაიმსახურა. აბა მიდი მაშო ამოვიღე ნომერი 16. ხმამაღლა 16. ნომერი 16. არ არის. ის ხო არის ხო გაბრიელი? არა. კარგი. კარგი, მიდი აბა 10. ნომერი 10 ასე თქვა. ნომერი 10. აქ რა ნომრები მიგეთ? რატომ ესენი რატო აიდი? კარგი, არა უშავს, მიდი. კარგად. ნომერი 5. ვინ არის 5? სხვა ნომრები ჩავდეთ აქ კაცო? არა მას. ვინც არ გამოსულა ის ანუ ისენი კი იყოს ის ნომრები ცალკე და მე იმათ წავაწყდეთ. მიდი აბა. ნომერი 6. შენ ხარ? კარგი. ტასო მოვიდეს აქ. ჟიური შეცვალოთ. ჟიურიში ყოფნა მოგიძებთ ყველას ზოგადად. ამიტომ დღეს თუ არა, სხვა დღეებში გვექნება კიდევ და გული არ გაგწდეთ. კითხულობს ვინ? გამოაცხადე? ტასო გოგლიძე. ტასო გოგლიძე. აბა დაიწყოთ ასე. ფარშავანგი. გლეხებს სოფლიდან ქალაქში ხილი მიჰქონდათ გასაყიდად. გზაზე ერთი დიდებულის ეზოში უცნაური ფრინველი დაინახეს. მისი მსგავსი ჯერ მათ თვალებს არაფერი ეინახა. ეს ფრინველი ფარშავანგი იყო. ფარშავანგი ხან ბავშვით გაჰკიოდა. ხან თავის ბოლოს მარაოსავით გაშლიდა. მაღლა ასწევდა და მზის სხივებზე ნაირფერად აჭრელდებოდა. შევაფასოთ აბა ტასო. ტასო 2, 2 და 2. ეს იქულა ტასო. კი ბატონო. კარგი. დაუბრუნდი შენი სახეს. 6 ნომერი გადავდეთ, ხო? მაშო. მიდი. დაჯექი ლამაზე. კი, მიდი აბა მოიღე. ნომერი 11. 11. ალექსანდრე აბა დაუბრუნ ადგილი. მიდი გენაცვალე. გამოაცხადე შენი სახელი და ალექსანდრე ლაზვიაშვილი. ფარშავანგი. გლეხებს სოფლიდან ქალაქში ხილი მიჰქონდათ გასაყიდად. გზაზე ერთი დიდებულის ეზოში უცნაური ფრინველი დაინახეს. მისი მსგავსი ჯერ მათ თვალებს არაფერი ენახა. ეს ფრინველი ფარშავანგი იყო. ფარშავანგი ხან ბავშვით გაჰკიოდა და ხან თავის ბოლოს მარაოსავით გაშლიდა. მაღლა ასწევდა და მზის სხივებზე ნაირფერად აჭრელდებოდა. რა მშვენიერია თქვა ერთმა. კარგი, საკმარისია. აბა შევაფასოთ. დაასახელეთ აბა ციფრები. 2 და 2. თუ გამოვიდა 6 ფული. კი ბატონო. დადეთ. ვაგრძელებთ აბა. ნომერი 25. ეს არ არის. გადადე მანდ დია. ნომერი 12. ეს ბევრი ბავშვი გვაკლია, ხო? აბა მიდი დროულად. ნომერი 15. 15. ნომერი 22. 22.
დემეტრია 22. კი ბატონო. გაითვალისწინეთ ყველაფერი კითხვის დროს, სასვენი ნიშნები, ინტონაცია, ხმა, იმიტომ შეიძლება დაიმსახუროს ბონუს ფულა და ყველაფერს ვითვალისწინებთ. ხმა მაღლა წავიკითხოთ. ფარშევანი. გლეხებს სოფლიდან ქალაქში ხილი მიჰქონდათ გასაყიდად. გზაზე ერთი დიდებულის ეზოში უცნაური ფრინველი დაინახეს. მისი მსგავსი ჯერ მათ თვალებს არაფერი ენახა. ეს ფრინველი ფარშავანგი იყო. ფარშავანგი ხან ბავშვივით გაჰკიოდა, ხან თავის ბოლოს მარაოსავით გაშლიდა. მაღლა ასწევდა და მზის სხივებზე ნაირფერად აჭრელდებოდა. რა მშვენიერია, თქვა ერთმა, შეხედა. რა საოცრად უბრჭყბილებს ყელი. კარგი, აბა შევაფასოთ. 2 და დღეს აკითხულები გვაქვს. რაღაცა ხასიათი მომეწონა მე დემეტრესი წაკითხული. კითხვით წინადადებაც რაღაც ლამაზად წაიკითხა, არა? მეთანხმები თუ არა? შეგიძლიათ არა, რა თქმა უნდა. დააჭირა უკვე? ბონუს ფულას მიართვით? კი ბატონო, კარგი, დემეტრე. დემეტრე 7 ფულა. დღეს რაღაც ძალიან კარგი ფულები დაბძანით მენაძის დაუბრუნდით. ეხლა გამოსული ბავშვი წაიკითხა შემდეგ ტექსტის შემდეგ ნაწილს, იმიტომ რომ ერთი და იგივეს კითხვა ნომერი 23. 23. მაშა წულუკიანი. წულუკიანი მაშო არ არის დღეს. კი ბატონო. ნომერი 18. 18. აჰა, სანდრო ჯერიც დადგა. სანდრო. ეხლა გეტყვი საიდან დაიწყო ერთი თვით დამელოდე? მოდი აქედან დაიწყე. აი რა მშვენიერია. რა მშვენიერია, თქვა ერთმა, შეხედე, რა საოცრად უბრჭყბილებს ყელი. ხან მწვანედ უჩას, ხანაც ოქროსფრად. თავზე თითქოს თაიგული დგას. ახლა მის დიდებულ ბოლოს დააკვირდით. ამაზე უმშვენიერესი ფრინველი ქვეყანაზე არ უნდა იყოს. უმშვენიერესი რას ამბობ? დააცქერდი, რა უშნო ფეხები აქვს. თანაც რა საზარლად გაჰკივის. უთხრა მეორე. შევაფასოთ. ბონუს ფულას მივართვით სანდროს. ნომერი დაანახე, ფულა. კი ბატონო, ანუ 6 + 1 გამოვიდა 7 ფულა. კი ბატონო. აბა ცოტა დაგჭა, ხო? ნომერი 21. 21. აბა სოზარი მოვიდეს. ამა. მოდი ახლა შენ წაიკითხე აქედან. მშვენიერესი, აი აქედან. ნახე? უმშვენიერესი მამაღლა დააცქერდი, რა უშნო ფეხები აქვს, თანაც რა საზარლად გაჰკივის. უთხრა მეორე. ამ დროს ეზოში დიასახლისი დასეირნობდა თავის პატარა გოგონასთან ერთად. მათ ყური მოჰკრეს გლეხების საუბარს. მოსაუბრეები ეზოს რომ გასცდნენ, დედამ შვილს ჰკითხა, როგორ ფიქრობ, რომელი უფრო მართალს ამბობდაო? შვილი დაიბნა, პასუხი ვერ გასცა. შევაფასოთ აბა. 1? ხო შეგეშალა. 1? რაღაცა რეალურია შეფასება. ერთიანით შეაფასე ნინო, ხო შეგეშალა. რა ხდება? რა შეასაკე? სოზარს 6 ფულა. უბრალოდ მიყავით, ნომერს რა გაიგეთ. ერთი მხარე რომ ხომ გითხარი, როცა აქეთ 2 ხან შენ 1 მომიგე. ნომერი 7. დამთავრდა? კარგი, აბა ნახოთ.
ნახოთ ერთი წუთი. გუშინდელ ბავშვებს გინდათ გამოსვლა? ჟიური შევცვალოთ და გამოვიდეს დღეს გავამატოთ 5 ბავშვი. ვის მოვიდა? მოდი სანდრო ნომერის დასახება. ჟიური. მოდი. დემეტრე მოვიდეს. ბაბო მოდი. ყველას მოგიწევ ჟიურიში. ნომერი 19. ხომ არ გინდა უცხო ტექსტი ავირჩიოთ? არა. ცოტა ჟიურის ვეტყვი რომ კაცრები არ იყვნენ. იყავს? იყავს? ძალიან კაცრად არ შეაფასო. 19 აჰა, ბარბარე მოუწია, ბარბარეს. მოდი სანდრო. დაჯექი ბაბის მაგივრად. კარგი, მოდი აბა სხვა ტექსტი ავიღოთ. ავიღოთ. აბა დღე დედამიწის მნიშვნელობა, სადაც დღეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე. განსაკუთრებით ზაფხულით დღე ეს არაფერი შეედრება. ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთოლით, რომელიც ნიავის დროს სასიამოვნოდ შრიალებს. სიცხის დროს მისი ჩრდილში დასვენება არაფერს ჯობს. კარგი, საკმარისია. უბრალოდ პირველ წინადადებაში მაინც ჩავასწოროთ, ხო, რადგან ვიდეოს ვიღებ. დღე დედამიწის შვენება, დიახ. აბა 2 და ბონუს ქულად? კი ბატონო. კარგი. ბარბარე. აბა ვის მოუწევს? ნომერი 5. არის. ნომერი ჩავდი. ნომერი 11. არა, ლაზარე ისა, ალექსანდრე იყო. ეს ნომრები არ არიან. აბა რა ნომრები გვაქვს კიდევ თქვენი? აქედან ჩავამატოთ. აი ესენი, მოდი. მოდი აბა ესენი გადმოვდოთ ცოტა ხანი. 1 წუთი განიშნებთ ახლა 1 წამით. 10 ნომერი არის? 16? ანუ ეს ბავშვები არ არიან. 2 ნომერი არის, შეგიძლია ჩავდოთ. 17 ნომერი? დათუა ჩავდოთ. 27? ნინო, 29? ნინო იყო. არის, 13? გუშინდელ ბავშვები. კარგი, აბა დასახელე სანდრო მიდი გენცვალე. ნომერი 2. მოდი გაბრიელ, მოდი აბა გენცვალე, დავძანდი. ვით. მამაღლა, დიახ. სათაურიც აიკითხე. დღე დედამიწის შვენება, სადაც დღეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე. განსაკუთრებით ზაფხულობით დღეს არაფერი შეედრება. ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთოლით, რომელიც ნიავის დროს სასიამოვნოდ შრიალებს. სიცხის დროს მის დილში დასვენებას არაფერი სჯობს. კარგი, აბა შევაფასო. 2 და 2. გაბრიელი. 2 და 2, ხო? 2 და 1. 1. გაბრიელი, 5 ქულა გამოვიდა? დიახ. კი ბატონო, 5 ქულა. აბა სანდრო მიდი. ნომერი 29. ეგლა მოდი.
გააქვს სურვილი გამოსვლა? გააქვს, მოდი ახლა. ჟიური ცოტა კეთილია ახლა ამჯერად და არ ინერვიულო. მიდი. მოდი ეს წაიკითხება მეორე აბზაცი. ხმამაღლა მთავარია ხმამაღლა. ერთ ადგილას დევებივით ჩამწკრივებულან უზარმაზარი მუხები. მეორე ადგილას ცაში აყორცნილან ჭადრები. მესამე ადგილას მშვენიერი სულს ხენენ ცაცხვები. მეოთხე ადგილას ტყეს ამშვენებს დიდი წიფელი. იქბეა ნეკერჩხალი და სხვა ხეებიც. მშვენიერი, რა გინდა, აბა? შევაფასოთ 2, 2 და 2. 1. თუ რომელი გაქვს? 2, კი. 2, 2 და 2. ხო, ანუ გამოვიდა რა? 7 ქულა. და არა ვამპირებ და გამოსვლას. თეკლა, ხო? რა დამემართა? თეკლა 7 ქულა. აჰა, ნახე. ამიტომ საკუთარი თავი შეაფასეთ სწორად. აბა მიდი ეცოლე. ნომერი 24. არ არის, მიდი. ნომერი 14. ნომერი 8. არ არის. ნომერი 27. ნინოს მოუწია კიდე. ნინო წაიკითხოთ და დღეს ამით დავამთავროთ. აბა მიდი. მოდი ახლა შენ წაიკითხე ბოლო, აი აქედან წაიკითხე. ხმამაღლა და კარგად. წიფელი. იქვეა ნეკერჩხალი და სხვა ხეებიც. მარდი ჭიანჭველები ათასობით დაფუთებენ ხეებს შორის. თუ ძირს ბალახებში ჩააცქერდები წითლად შეფერილი მარწყვი და შავი ფერის მწიფე მაღბალი შემოგაჭყეთვალებს. საკმაოდ რთული სიტყვებიც იყო რაღაც, არა, ბავშვებო, ხო? კი ბატონო, კარგი გოგო ხარ. აბა შევაფასოთ 2, 1, 2 და 1. მე ვუმატებ ერთგულას და გამოვიდა რამდენი? ნინო 5 ქულა. ოჩა. კარგი ბავშვები ხართ? მადლობა ყველას, მადლობა სანდროს, ტასოს, ყველა ბავშვს მონაწილეობა ვინც მიიღეთ და ყველა სახას ახლა აღარ დავასახელებ, ხო? მოვემზადოთ შემდეგი კითხვისთვის, ამისათვის რა არის საჭირო, რა უნდა გავაკეთოთ? ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ სახლში. და განსაკუთრებით ახალი უცხო ტექსტები, ხო? და ჩვენი თავი ასე შევაფასოთ. რომ შეჯიბრისთვის ვიყოთ მზად და დავიმსახუროთ უმაღლესი ქულა. მადლობა თქვენ ყველას. აბა დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელსაც, მოდი დაიმშვიდობეთ. დაიმშვიდობეთ. აბა გულებს გაუგზავნოთ, გულებს. კარგი.